ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ ქვეყანას უკეთესად ებრძოლა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. საქართველომ მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს, ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი 2006 წლიდან არსებობს, რომელშიც ასევე ცვლილებები შევიდა და ხალხთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები გაფართოვდა. ასევე ცვლილებები შევიდა არაერთ სხვა საკანონმდებლო აქტში, შემუშავდა სამოქმედო გეგმა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და უამრავი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხთა უფლებები უკეთესად ყოფილიყო დაცული. თუმცა, რა თქმა უნდა, არაერთი გამოწვევა კვლავ რჩება და გამოწვევები არსებობს როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის და პრაქტიკის დონეზე. საკანონმდებლო დონეზე ჩვენი საქართველოს კანონმდებლობა, საკანონმდებლო აქტები ჯერ კიდევ არ არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. მაგალითად, გაუპატიურების დეფინიცია არ ეფუძნება თანხმობის არარსებობას, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სისხლის სამართალი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა მაჩვენებელი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გამოძიების, სისხლისამართლებრივი დევნის და სასამართლო საქმეების, ასევე გაიზარდა მსხვერპლთა მიმართ სერვისების მიწოდება და არაერთი პრობლემა რჩება გადასაჭრელი იმისათვის, რომ საქართველოში ძალადობის მსხვერპლები სათანადოდ იყვნენ დაცული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ძალადობის პრევენცია და სოციალური სამსახურის როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებში. სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, ასევე რესურსები, რომლებიც გამოყოფილია დღეს სოცმუშაკებისთვის, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სათანადოდ მოხდეს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია, რომელიც ასევე ძალადობის ფორმაა და შემდეგ მასზე სათანადო პასუხის გაცემა. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტორიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ამ კუთხით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალადობის ამოცნობაში. თუმცა საქართველოში 2024-2025 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მკვეთრად სუსტდება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და ის რესურსი, რომელსაც ამ ორგანიზაციებს აქვთ ხელმისაწვდომობა. და ამაში შედის არა მხოლოდ სოციალური მუშაკები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლებს დახმარებას აწვდიან, არამედ თავშესაფრები, რომლებიც და კრიზისული ცენტრებიც, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ფუნქციონირებდა.